ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული ნაციონალური პავილიონი გაიხსნა. Ცოცავი საზღვარი, ასე ქვია ქართულ პროექტს, რომელმაც ვენეციის 56 საერთაშორისო გამოფენაზე უცხოელი დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა. პროექტი სხვადასხვა საქმისგან შედგა და სისტემურ ჯაჭვს წარმოადგენს და ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში. არსენალეზე არ წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენა ვენეციაში ოფიციალურად დღეს გაიხსნა და 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ბიენალეს წლევანდელი თემა სამყაროს მრავალფეროვნება. ქართული ნაციონალური პავილიონი ვენეციის 56 საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე საზეიმოდ გაიხსნა. პროექტი, რომელსაც უცხოელი დამთვალიერებელი ბიენალეზე ნახავს, საკონკურსო კომისიამ ფარული კენჭისყრით შეარჩია. ნანახით განსუფლებული დავრჩი, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საქართველოს ბიენალეზე შთამბეჭდავად წარსდგა. მოხარული ვარ, რომ ბიენალეს ყავს არაჩვეულებრივი ხელოვნებით ცნობილი კიდევ ერთი მონაწილე ქვეყანა საქართველო. ავტორების თქმით, პროექტი მცოცავი საზღვარი ეს არის რეალობა, რომელშიც საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უწევთ ცხოვრება. ქართველი ხელოვანების იდეა იყო სტუმრებისთვის პოლიტიკურ-სოციალური გზავნილით მიემართათ, რომელსაც ევროპულ რეალობაში ერთგვარი დისონანსი შეაქვს. მცოცავი საზღვარი საზღვრის ჩუმად გადმოწევასთანაც ასოცირდება, როდესაც ყურადღების მიღმა ადამიანების პირადი ტრაგედია რჩება. თემა იცით რომ არის მცოცავი საზღვარი. ჩვენ სწორედ ამ ბიენალეს ძირითად თემას მომავლის მრავალფეროვნებას ვეხმაურებით ამ თემით, იმიტომ რომ თვლით რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დღეს ეს პრობლემა და არა მარტო საქართველოსთვის. იმედი გვაქვს რომ ზუსტად მომავალი იქნება ამ პრობლემების გარეშე. გარკვეულწილად ეს არის ერთგვარი სტეიტმენტი საქართველოსი განაცხადი ბიენალეზე და ჩვენ დაველოდებთ კიდე საბოლოო შედეგებს, როგორი ფორმატი იქნება, მაგრამ უკვე ის ფაქტი, რომ ჩვენ ესე მონაწილეობთ და ამ ტრადიციას არ ვეღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს მიერ წარმოდგენილი პროექტი სხვადასხვა საკნისაგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს წარმოადგენს. დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში, დავინახოთ და დაგვინახოს მსოფლიო საზღვრების გარეშე. ასეთია ქართველი ხელოვანების გზავნილი. ვენეციის ბიენალე ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიიღოს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ქართველი თანამედროვე ხელოვანები ყოველ ბიენალეზე გამოიფრნენ და ჩვენ როგორც ქვეყანამ შევინარჩუნოთ ეს თანმიმდევრობა ბიენალეზე დასწრების. ბიენალე უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მოხარული ვარ, რომ უკვე რამდენიმე წელია ხელოვნების ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ფორუმს საქართველოს შეუერთდა. ქართულ ხელოვნებას დიდი კულტურული წარსული, ღირსეული აწმყო და საინტერესო მომავალი აქვს. რიგით 56 ბიენალეს თემა მომავალი სამყაროს მრავალფეროვნებაა. საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა 1895 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფორუმად და ხელოვნების ცენტრად ითვლება. ვეცნობი პირველ გამოხმაურებებს, ძალიან საინტერესო და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება არის. დამთვალიერებლები ამბობენ, რომ ისინი ცდებიან რეალობას და რაღაც განსაკუთრებულ სამყაროში შედიან, თუმცა ეს არ არის რაღაც ზღაპრული ვარდისფერი სამყარო, ეს სამყარო არის ანარეკლი იმ რეალობის, რთული რეალობის, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს. ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ქართული პავილიონის ნახვა ვიზიტორებს ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში, არსენალეზე შეეძლებათ.